რუსეთის მიერ საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა საპროტესტებდა დღეს ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაცია ენგურის ხიდზე. მოძრაობა ახალი თაობა ერთიანი საქართველოსთვის წევრებმა ხიდის მეორე მხარეს გადასვლა და ქართული დროშის აღმართვაც მოახერხეს. მათ მცდელობას მისულიყვნენ 201 საგუშაგომდე და აფხაზებს შეხვედროდნენ რუსის სამშვიდობოების წინააღმდეგობა მოხდა. ჯარისკაცებმა მობილიზება გამოაცხადეს და გზა გადაკეტეს. აქციის მონაწილეთა შორის რამდენიმე აფხაზეთიდან გადმოსულიც იყო. მოსახლეობის პროტესტის მიზეზი ამჯერად სერგეი შამბას ხვალინდელი ვიზიტია მოსკოვში. დე-ფაქტო ხელისუფლება რუსეთისგან აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას საქართველოში ნატოში გაწევრიანებამდე ითხოვს. საკითხის რუსეთში განხილვის შემთხვევაში კი მოსახლეობა ქუჩაში გამოსასვლელად და მასშტაბური აქციებისთვის Это была проверка бронетранспортера и больше нет. А почему мобилизовали всех ваших бронетранспортеров? 50% ушли. მიძღვნილია ხვალინდელ ვიზიტთან რუსეთში შამბასი, რომელიც აპირებს საქართველოს ნატოში შესვლამდე რაღაც ნაბიჯები გადადგან თავიანთი დე-ფაქტო იურისდიქციით და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი ძალებით იმ შეჩერებულ მოძრაობას სოხუმამდე აუცილებლად გავხსნით. შეუძლებელია საქართველოს შემადგენელი ნაწილი აფხაზეთი და ის უნდა იყოს ჩვენთან ერთად, ჩვენ მეგობრები ვარ და ვიქნებით კიდევ. აი მეგობრული ურთიერთობა უნდა გქონდეს სხვადასხვა ხალხთან, აი აფხაზებთან კონკრეტულად უნდა ვიყოთ მეგობრულად და რაც შეეხება იქაურ არჩევნებს, რომელიც ჩატარდა, უშუალოდ ჩვენ ამასაც ვაპროტესტებთ, არალეგიტიმურ არჩევნებს. და პლუს კიდევ იქ არის ძალადობა, შეწყდეს ეს ძალადობა. სროლის ხმაის მოდაწუხალ დიდი